თუთუ სად მიდიხარ? კი ხარია? წამო ესე. წადი. გამარჯობა. დანი გოგო დავტოვე ბაღში. ახლა გაჩერებული ვიყავ რაღაც საქმეები მქონდა, მეილი მქონდა შესამოწმებელი და ახლა მივდივარ ბაზარში. ისე კარგ ხასიათზე დავიწყე ეს დილა და გამოვედით მე და დანიელა კატას ვაჭმევდი. ეს კოსტუმი რომ აცვია თუ მოსაცმელი თუ რაც ქვია უზიანი ვითავე რაღაცა დამჭდა. რომ გამოვედით კატას ვაჭმევდი და ვიდრე ჭიშკრიდან გადმოვიდოდი, კი იცით როგორ ვცხოვრობ ახლა ვინც გვიყურებს, ანუ ჩვენი სახლი, ჩვენი ქუჩა და სკოლა. და მესმის ხმა მანქანის, რომელმაც სიჩქარე აკრიბა, ისე აკრიბა, რომ წაბუგსავებინებს, აკრიშკებს, ვაიდედა. ჩავარდი. ხო და დაინც ვთქვათ დედიკო მოიცამეთქი ეზოში და ეხლავე გამოგიყვან თქო და მეორე თუ მესამე მოსახლესთან რამდენი საორმოები თოვლის მერე გაგიჟდებით. მოაბრუნა და რომ მოაბრუნა გააჩერე მეთქი. რა იყო გოგონა. მითხარი რას აკეთებ მეთქი? ბავშვები დატოვე სკოლაში თქო და ხო ბავშვები დავტოვე. მე მეთქე რასაც აკეთებ ეგ ნორმალური არის მეთქი. მეო ბრმაო კი არა ვარო. ბრმა რო არისო კი შევხედე, მაგრამ აშკარად უტვინო იყო. უტვინო იმიტომ რომ ადგილზე სადაც არის მოსახლეობა, სადაც არის საკუთარი სახლები, პლუს არის სკოლა. რა სიჩქარის აკრებაზე და რა მანქანის დაბუგსავებით წასვლაზე მელაპარაკები, რა სიქაჯია, რა გარანტია გაქვს იმისი, რომ ბავშვი რომელიმე ჭიშკარს არ გააღებს და არ გამოიქცევა. აი რა გარანტია გაქვს. აი ისე გავბრაზდი, ესე მაცახცახებდა და სენაგლად წავიდა ამაყად. დამის სიგნალა და ბოდიში თქვენთან და შუანათითი აუწია მე. ხო და თუ კიდე მობრძანდება ეს ქალბატონი და თუ კიდე მსგავს გააკეთებს, მობრძანდეს ოღონდ ნორმის ფარგლებში. თუ კიდე მსგავს გააკეთებს, მე კი ვიცი რაც უნდა გავაკეთო მე. ძალიან ნერვები მომეშალა, ვერ ვიტან ასეთ სიქაჯეს დღესდღეობით 21 საუკუნეა. ვიღას უყვერს მანქანა, ვიღას უყვერს მანქანის მარკა, ქაჯების გარდა, ჩემი აზრით, მანქანა აღარ არის უკვე ფუფუნების საგანი, როგორც ადრე იყო. მანქანის ყოლა არის აუცილებლობა. რა თქმა უნდა, თუ შესაძლებლობა გაქვს, რომ სხვაზე უკეთესი იყიდო, კი, მაგრამ შენ ამითი ის კი არ არის, რომ შენ ვინმეზე მეტი ხარ, თუ ჩემს უფრო მეტად ძვირიანი მანქანა ყავს. ვიღაცისთვის პრიორიტეტები სხვანაირად არის გადანაწილებული. ძალიან ნერვები მომეშალა. მოვედი ახლა ქათმის ფილე უნდა ვიყიდო. მაიკო შეიცვალე ხასიათი. ვიყიდე ქათმის მკერდი და ვიყიდე წიწილი შესაწვალად. ეველინა მასა მითხრა გამიკეთეო ქათამიო ბულგარულში და სტაფილოში სოიოს соусით რო უკეთებ ხოლმე. ჩამოვიდა. მუსიკების ის გადაიჭერდა. მეთქი რა მოვიდა თქო. ხო და ეს ბულგარულით და იმით რო ვაკეთებ. ეგ გამიკეთეო ატრიასთან ერთად. ხო
ლათმის ფილე კი ვიყიდე, სოიო მაგ, სოიო соуსი უფრო სწორედ. ბულგარული მინდა რომ ვიყიდო. და წიწილი ვიყიდე კიდე და ამ წიწილს შევწვავ კარგად აჯიკით. აჯიკას წავუსმევ всё მეტი არაფერი. ვიყიდეთ სარეცხის მანქანა. რადგან ის უკვე გამოსაცვლელი იყო. Instagram-ზე story მედო ვინ რას მირჩევთ თქვა და ძალიან ბევრმა მირჩია ეს კონკრეტული სარეცხის მანქანა. ვიყიდეთ LG-ს 8 კილოგრამ-ნახევრიანი ThinQ ესე ქვია, აქვს 14 პროგრამა, არის ინვერტორული ძრავით თუ ინვერტული. ერთი სიტყვით არის რემნის გარეშე. ძალიან ბევრი დადებითი აქვს, აქ ორთქლით რეცხვაც, რაც ნამდვილად დიდი პლუსია და არის საერთოდ უხმო. ფაქტიურად ხმა არა. ხო და ეს ხო ვიყიდეთ. ანუ სადაც შევედით, ყველგან ღირდა 1300, 1400. მერე რო ვიყიდეთ და სახში მოვიტანეთ მეგატექნიკა, მეგონი მეგატექნიკის საიტზე, არის რომელიღაც მაღაზიის საიტზე, საერთოდ 1700 ლარამდე ეწერა და 1400 იყო ფასდაკლებით. რაღაც ამდაგვარი. ხო და ჩვენ ვიყიდეთ 1000-ად. გაგვიმართლა. რადგან როგორც აღმოჩნდა მერე გარანტიას რო გვიფორმებდა ეს ბიჭი. ჩემაც მომკითხა რომ რატო ყიდიო ამ ფასადო რა, აშკარათო სხვებია უფრო ძვირად ყიდიანო და მუზეუმის და მე-6 წყაროს მხარეს საკმაოდ მოსახვევიანი გზა არის და საკმაოდ ისეთი დაზიანებულია ცალმხარეზე და ვინმეს რო უნდა შეძე გადასწრება ესეთი მომენტია რა მე მაგალითად ახლა ვიღაცას რო ჩემზე გადასწრება უნდა მაგის გამო ნამდვილად არ გავიწევით ანგრეული ორმოიანი გზისკენ და მანქანას არ გავაფუჭებ აუ გავივლი იმ მონაკვეთს და მერე გამასწარი ბატონო რა პრობლემა. ხო და რას ვამბობდი, რას რაღაცას ვამბობდი. ამავე. ხო, სარეცხის მანქანას. ხო და ამ ბიჭმა ესე გითხრა რომ ფული მაქვს შესატანიო რა ერთი სიტყვით და მაგიტო მეჩქარება რა მაგიტო ყიდიო ამ ფასადო უკვე გაფორმებული ქონდა ისინი რა ქვია საბუთები ყველაფერი ჩემოძომ რო ჩაეკითხა რა რატო იმაშვები ესეონა მე ვიძახოდით რომ საცდას თავისი ის ქონია პრობლემა თქო, მაგრამ მაინც დახმარება გამოვიდა ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ ის იმ დღეს გაყიდდა იმ სარეცხის მანქანას ვერ გაყიდდა, ეგ კიდე ცალკე საკითხი. ხო და გუშინ მერე ვიყავი კერხერში. ქუთაისში რო არის მაღაზია და რაღაცები მაინტერესებდა და აღმოჩნდა რომ იყო ფასდაკლებები გუშინ მთავრდებოდა და მტვერსასრუტი 500 ლარიანი ვიყიდე 300 ლარად. ოღონდ ფული არ მქონდა ხელზე, ანუ არ მქონდა გადაწყვეტილი და უცებ გავაკეთე საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადანაწილება და 4 თვეზე გადამინაწილეს და 75 ლარად, ანუ 4 ჯერ მომწევ 75 ლარის გადახდა, გამომივიდა მტვერსასრუტი 300 ლარად ნაყიდი 500 ლარიანი. ესეთი
დღე იყო რა, გაჩვენებთ მე წერსასრუტსაც და საერცხის მანქანასაც. წავედი ახლა მოვედი კალათაში. მერწავალ სახლში, საკმაოდ საქმე მაქვს. წიწილი შევწვი. მე დედა ჩემმა გადაწყვიტა ქამერულივით გაეკეთებინა და საბოლოოდ დედა ჩემმა მოაკმარაღჭინა ეგ საქმე. შეწვით მე შევწვი. კარგად აჯიკა შეგემრიელად. ხო და ფილე კარგად დავამარინებენ მიორში სოიო სოუსში. დავჭერი ბულგარული წითელი მწვანე. მოვბრაწე, მოვშუშე, მოვბრაწე სავით საშუალოდ რა. ტაფაზე რომ გამზადდა დავუმატე სოიო სოუსი თქო. სეზამის მარცვალი. და ეს ბრინჯის მაკარონს დავარდი. რაც უყვარს ევეკოს და უძახის ჩინური საჭმელიაო. ფუნჩოზა ქვია მე მგონი ხო? ოღონდ ეს ფუნჩოზასთან შედარებით არის უფრო სქელი. ხო და თავასხი ცხელი წყალი და მე ავგურია ამ ჩვენს ქათმის ფილესთან და ბულგარულთან ერთად, რომელიც გამოვიდა უგემრიელის დედა ჩემი და არ მინდა არ გამსიჭება, არ მინდა დედა ჩემი ყველაფერს ვერ ჭამს. ხო და მეთქი გასინჯა, რა მოხდება რომ გასინჯა და ძალიან მოეწონა, მინდა გითხრათ. ხო და ეხა წამოვედი მანათი არის გამოგზავნილი ბატონი ზურაბის მიერ და ჩამოვიდა. მაგის გამოსატანად. რაც შეეხება ჩემ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა დამიწერეთ, გაგვაგებინეო, მერეო როგორ იქნებიო, როგორ იგრძნობ თავსო და ასე შემდეგ. თავს ვგრძნობ კარგად. ანუ ვერ ვიტყვი რომ რაღაც ცუდად თავარ ან რაღაცა. უბრალოდ ეს ბოლო პერიოდი დამეწყო ძალიან უძილობა. ანუ შესამჩნევად ძალიან უძილობა. ფაქტიურად ხამე არ მძინავს. რა თქმა უნდა, წამლების დალევა დავიწყე, დავსვა. რაც გამომიწერა ექიმმა. მაგრამ უძილობა ძალიან მაწუხებს. ფაქტიურად არ მძინავს. ხო და როგორ ვარ არ ვიცი რა, ვარ რა. ამბები. წავედი ხა ავიღო ამანათი. გულმა არ მომეწვინა. და დანის მოვაკითხე. ჯერ 3 საათია. გამაგდე. გაგიხარდა? დე, გავხედი, გაგიხარდა დედა. შენ შემოგევლები. ნელა, წინ იყურე, სად მიდიხარ? ჯერ ჯგუფებში ხვეზელები არ დაურიგებიათ. ეხა შუადღისწილის მერე დაურიგებენ და რომ გამოვედით და დაინახა სამზარეულოში, რომ უკვე ყუთებში იყო გამზადებული. მინდაო კარტოფილის ხვეზელიო და გამოუტანეს ეგრევე და გაუმასპინძლნენ. ხოდე, გაგიხარდა ადრე რომ მოვედი შენთან? შემოგელე დედა, ისე მომენატრე დედა, ისე მომენატრე. გემრიელია? რა მაგარია? ხო, ძაღლი. გიჟი მამა. რამდენი ტკბილეულობა გამოუგზავნა გოგოებს. რაც არა ტახინი გვაქვს. და კრუასანები. ყავა დედიკოს. ეს სიმავრს. ნაჩებს უყვარს. ყველაზე მეტად რა გაგიხარდა დანი? ამასობაში თანიც მოვიყვანე და ეგრეთ წოდებული პერლოვკიანი
გუფთაც გავაკეთე, ერთადერთი მწვანილი არ დამიმატებია. და არის ძალიან გემრიელი. აი, ესეთი გამოვიდა ევეკოს საჭმელი. ეს არის ქათმისვილე, ბულგარული სტაფილოთი და ის კონკრეტული ბრინჯის მაკარონი, ფუნჩოზა, ტრია, რა ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით. ქართულად ხო ვერ ვისწავლე ნუდლსი. მე ვეძახი ნუდლს ერთი სიტყვით. ესეთია. რომელიც ძალიან უყვარს და სეზამის მარცვლებით. ხო და ეს რაც დარჩა ტაფაზე ცალკე, მე ის გავახვიე ბებოს ლავაშში და შაურმასავით ახლა ტოსტერში ჩავდებ და შევჭამ. ტვერსასრუძ რომ გეუბნებოდით, არის კონკრეტულად აი ეს მოდელი კერხერის და თუ არ ვცდები, თებერვლის ბოლომდე გააგრძელეს აქცია. თუ არ ვცდები. მოყვება ეს 3 თავაკი. 1, 2 და მესამე. დამატებით თუ გინდა მე შეიცენ. ისეთი ამბებია. HEPA ფილტრით და რა ვიცი, მე კმაყოფილი ვარ. გაჩვენოთ ახლა თვითონ რეალურად როგორ გამოიყურება. აი, რეალურად გამოიყურება ეს. უკვე დავაპილასოსე და მაგიტო არის მტვერიანი გასარეცხია. ისეთია. საყვარლობა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. 300 ლარად იდეალური ვარიანტია ჩემი აზრით. 500 ნამდვილად არ მივცემდი, მაგრამ 300 ნამდვილად კარგი ფასია.